ეკონომიკურ ჭრილში ძალიან დიდი საფრთხეები გვაქვს იმ კუთხით, რომ ერთია რომ ევროინტეგრაცია შეიძლება შეჩერდეს, მეორე არის სანქციების ნაწილი, რომელიც გამოიწვევს ინვესტიციების შემცირებას, გადარიცხვების შეზღუდვას შესაძლოა და შეიძლება თუ ჩვენ მთავრობა დროულად არ გადადგა შემხვედრი ნაბიჯები, ასე რომ ვთქვათ, შეიძლება გამომივიდეს ემბარგომდე საქმე, რაც იმპორტ დამოკიდებული ქვეყნისთვის არის სრული კატასტროფა. მოკლედ ძალიან ეხლა სამ წუთას დღეს კრიზისია უკვე ეკონომიკაში. სამშენებლო სექტორს ფაქტობრივად ბანკებმა შეუმცირეს დაფინანსებები და არ ვიცი 2-3 თვეში ალბათ სერიოზულ პრობლემებში აღმოჩნდებიან. დიდი გადინებაა თვითონ ბანკებიდან თანხების კუთხით, დეპოზიტების შემცირება და რაც ვარაუდობთ, რომ იგივე ტენდენცია შენარჩუნდება. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ტურიზმის სექტორს ხედავთ და მის თანამდებობ ბიზნესებს. საბოლოო ჯამში ეს სერიოზულ კრიზისამდე მიგვიყვანს რამოდენიმე თვეში, ეს არ არის შორს, შესაბამისად მოვუწოდებთ ჩვენს მთავრობას, ვაფრთხილებთ, რომ აუცილებლად გადაიდგას შემხვედრი ნაბიჯები და არ მოხდეს სიტუაციის რადიკალიზაცია.